2026 წლის 17 მარტი მძიმე თარიღად იწერება საქართველოს ისტორიაში. ქვეყანა გლოვობს ერის სულიერ მამას ემშვიდობება. საქართველოს 151 კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. უწმინდესი და უნეტარესი დაახლოებით 2 საათის წინ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. სწორედ სამებაში მიმდინარეობს ახლაპანაშვიდი. ბრელს მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ. სინოდის მიერ დაკრძალვის თარიღი დადგენილია პატრიარქს კვირას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ეს იყო ილია მეორის სურვილი, რომლის შესახებაც სინოდის დღევანდელი ხტომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ხალხი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურს უკანასკნელ პატივს მიაგებს. ეკლესიაში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება, ტაძარი ეზოდა მიმდებარე ტერიტორია მრევლითაა სავსე. ამაღელობელი კადრები და სამგლოვიარო პროცესია. გვიყვარხართ პატრიარქო. საგალობლების ფონზე ამ სიტყვებით მიაცილებდა საპატრიარქოდან გამოსვენების შემდეგ პატრიარქს უამრავი მოქალაქე სამებამდე. ცვლილობას წინ ჯვრებით ხელში სასულიერო პირების ტიქაროსნები და ჩოხოსნები მიუძღოდნენ. ქვეყანაში გლოვის დღები 23 მარტამდე გაგრძელდება. პირდაპირ ეთერში ვთავთ სამების საკათედრო ტაძარს, სადაც მოამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს. გენო ოსიყმაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. გენო. თამთა მართალი ხარ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლის ნაკადი უბრალოდ არ წყდება. თავად ეკლესია სავსეა მრევლით, ხოლო მრევლის დიდი ნაწილი არის გარეთ და ელოდება საკუთარ რიგს, თუ როდის მოახერხებს რომ შევიდეს ტაძარში და პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. უნდა გითხრათ ისიც, რომ თავდაპირველად როდესაც კათოლიკოს პატრიარქი გადმოასვენეს სამების საკათედრო ტაძარში და ის უნდა დაებრძანებინათ სამების საკათედრო ტაძრის შუაში, სასულიერო პირებს და მათ შორის მეუფე შიოს მოუწია განცხადების გაკეთება, რომ ისინი გაწეულიყვნენ, რომ ადგილი გამოთავისუფლებული იყო იმისთვის, რომ პატრიარქი დაეკრძალათ. მსგავსი განცხადების გაკეთება მოგვიანებითაც მოუწიათ სასულიერო პირებს, რადგან ხალხის ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ ერთმანეთში, ასე ვთქვათ, ერთმანეთს კვეთდნენ და გარკვეული უხერხული სიტუაციაც კი იქნებოდა და ნაკადის მომწესრიგებელიც დასჭირდათ აქ. ახლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს რასაკვირველია და როგორც ჩანს გვიან ღამემდე გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძარში სამების საკათედრო ტაძარში ეს ცერემონია და მრევლი, რომელიც გარეთ არის და საკუთარ რიგს ელოდება, ისინი არიან მდუმარედ, ანთებენ სანთელს, მოტანილი აქვთ ყვავილები, არიან გალობით და სწორედ აი ამ ფორმით ელოდებიან თუ როდის მოუწევთ შესვლა ტაძარში. რაც შეეხება გადმოსვენებას, გადმოსვენება როგორც იცით დაახლოებით 2 საათის წინ საღამოს 7 საათისთვის მოხდა სამების საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ აქ შეკრებილ მრევლს მიმართა. მან განაცხადა, რომ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის დაობლებული. დაობლებული არის ყველა სასულიერო პირი მართლმადიდებელ ეკლესიაში საქართველოში და დაობლებული არის მრევლი. ასევე მეუფე შიომ ისაუბრა პატრიარქის ღვაწლზე, განსაკუთრებით ეკლესიის მშენებლობებთან დაკავშირებით, მრევლის გამრავლებასთან დაკავშირებით, მომრავლებასთან დაკავშირებით და მის მამობრივ ღვაწლზე. ამ ნაწილში მან აღნიშნა ისიც, რომ ძალიან ბევრ სამძიმარს იღებს საქართველოს საპატრიარქო სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველა აღნიშნავს ილია მეორის აი ამ მნიშვნელოვან თვისებას, მამობრივ სიყვარულს და წერილები, რომელიც მოდის საქართველოს საპატრიარქოში, სწორედ ამაზე არის საუბარი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო მამობრივი სიყვარულით არა მხოლოდ მისი სამწყოს საქართველოს მიმართ, არამედ მთლიანად მსოფლიო საქრისტიანოს მიმართ. მეუფე შიომ ამ კადეგებაში ახსენა ისიც, რომ პატრიარქმა ანდერძად დაიბარა და ეს უნდა შესრულდეს, რომ ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთშერიგებისკენ უნდა გადაიდგეს ნაბიჯები. დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად გრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას. და ვიცი, რომ ჩვენი ძმები, დები, ესე უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას. მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა
და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა. და მე მინდა მოგისამძიმროთ დღეს ყველას ისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ქონდა მას თვისება, მისი ეს სიყვარული მამობრივი მასშტაბი და ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისევე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან. და საოცარი მადლი ქონდა, რომ აი ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ცხოვრება ჩვენი, ვისაც ჰქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. და არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსყოფელ ჯვარს. და არის აი ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება იმისი, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. და ასევე მინდა დავამატო მე, რომ როგორც უკვე გაიგეთ, დასაფლავება მისი მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღწერლის ხსენებას და მოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განხრთობისკენ და სულის ხონებისკენ. და შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის შემთხვევითი, რომ ის უწმინდესობაში და უნეტარესობაში ეს იყო შერწყმული, მოწამებრივი გზა და ღვაწლი და სულიერ კიბეზე, უმაღლეს საფეხურზე, უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ხედავდით და ხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა. დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა. შეუძლებელია დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, რომ ჩვენი გული სავსეა ემოციებით და ფიქრებით და სიყვარულით. მაგრამ ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი მისი უზარმაზარი ღვაწლიდან არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში და საზოგადოების ცხოვრებაში. და დიდი სიყვარულით ქეთს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის. ჩვენი გული ივსება წუხარებასთან ერთად, როგორც გითხარით, სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს სათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი, ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა, ისე როგორც მას დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებაში და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ. ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარეშე და ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის
და ჩვენთან იქნება ყოველთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამებაში დასვენებას უფრო ზუსტად წინ უძღოდა, როგორც იცით, პროცესია, რომელიც მისი გამოსვენებით დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციიდან. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ემოციური იყო. მას მრევლი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე სამების მიმართულებით და ასევე მას წინ მიუძღოდა დროშები, ეროვნული დროშები, ასევე საეკლესიო ბაირაღები და საპატრიარქო დროშები. გალობელთა გუნდი. აი ამ ფონზე გადაადგილდებოდა ეს პროცესია, რომელიც როგორც გითხარით, თითქმის საათნახევარი მოუნდა იმას, რომ საქართველოს საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძრამდე ამოსულიყო. ეს ადამიანი არის დიდი ამწუხარება. მეთანხმები შემოგვიყვება. სამწიმრეთ სრულიად სიტყვები უძლურია. ბატონო, გესმის ჩემი ხმა? ჩემი შვილის ნათლია იყო და ძალიან დიდი განცდა არის. თითოეულის ოჯახში და ჩემ ოჯახში კიდე განსაკუთრებულად. სრულიად საქართველოს ნამდვილად უსამწივრე. გიყვარდეთ ერთმანეთი, ნამდვილად გვიყვარდეს ერთმანეთი. პირველი რაც მახსოვს, პატრიარქის აღსადრება. დიდი იმედი და თემდიარი და იმედია იმ ქვეყნიდან სეციურ საქართველოსთან მეოხე იქნება საქართველოს და ქართული ერის აგაში დაწუნებული. ეს იყო გენო ოსიყმაშვილის პირდაპირი ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან.